საღამოშვიდობის და პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. საქართველოს საგარეო პოლიტიკის მხრივ ახალი გამოწვევების წინაშე დგას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიის ტურნე სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს გვერდის ავლით დასრულდა. თუმცა პარალელურად შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ასევე კომუნიკაცია შედგა საქართველოს პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ვიცე-პრეზიდენტ შორის. საუბარი შეეხო ურთიერთობების შესაძლო აღდგენას და იმ ნეგატიურ ფონს, რომელიც ოფიციალურ ვაშინგტონს წინა ადმინისტრაციისგან დახვდა. შევეცდებით ჩვენ სტუმართან გავარკვიოთ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, რა იქნება ამ კომუნიკაციის პოლიტიკური შედეგი. პარალელურად თბილისში პარლამენტი კანონებში ახალ ცვლილებებს ამტკიცებს, მათ შორის განიხილება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც მათთვის, ვინც საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა, ოპოზიცია კი პოლიტიკური კონტროლის დაწესებასა და გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. რა გახდა კანონების გამკაცრების მთავარი მიზეზი და როგორ აპირებს სამთვიანი საპარლამენტო კომისიის მუშაობით ფასების დარეგულირებას მმართველი გუნდი. ღამის კურიერის კითხვებს დღეს ყველა მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია პასუხობს. მე შემიძლია უკვე მას მივესალმო საღამოშვიდობის ირაკლი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დღეს შევეხებით მიმდინარე თემებს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით კვირის მნიშვნელოვან თემებს, მაგრამ მინდა საუბარი მაინც დავიწყო აი პირველი რაღაც კომუნიკაციით, რომელიც გამოჩნდა, შედგა, მესმის რომ ეს არ იყო არც შეხვედრა, რაღაც დიდხნიანი, იმიტომ რომ ამაზე ოპოზიციის განცხადებებიც ვისვინე, მაგრამ შედგა ეს კომუნიკაცია. ითქვა რომ აი ეს რაც ვთქვი უკვე რომ რაღაც ყოფილი ადმინისტრაციისგან ცუდი ამბები დახვდათ საქართველოზე, მაგრამ ამის იქით ჩვენ არ ვიცით არაფერი. შეგიძლიათ აი რამე ან დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, ან გითხრათ თქვენი მოლოდინის შესახებ, რა სადამდე შეიძლება ამ კომუნიკაციის დაწყება მიგვეყვანოს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ შეხვედრას და ამ კომუნიკაციას, რომელიც განხორციელდა ბატონ ყაველაშვილის მონაწილეობით, ჩვენი პრეზიდენტის, ქალბატონი ბოჭორიშვილის მონაწილეობით და ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენლებთან, თქვენივე კითხვაში აღნიშნეთ და ახსენეთ ის ყველაზე მთავარი მესიჯი და ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც დააფიქსირეს მათთან კომუნიკაციაში, რომ რეალურად მათ დახვდათ ადმინისტრაციაში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და კონკრეტულად და ხაზგასმით საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და აქ ეს არის თავი ამოსავალი, ისე ვთქვათ, წერტილი, იმიტომ რომ თავი რომ დავანებოთ ზოგადად კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, რაც გაჟღერდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ძალიან კარგად ხედავთ, თვითონ ისინი ძალიან კარგად ხედავენ თუ რეალურად ზოგადად სოფლიო ყველა ქვეყანასთან მიმართებით სოფლიო საგარეო პოლიტიკური კუთხით და ასე შემდეგ ეკონომიკური კუთხით მათ შორის თუ როგორი მემკვიდრეობა დარჩა ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, ხო? ამ ყველაფერთან ერთად ასევე ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ყველა ძალიან კარგად ხედავდით და დარწმუნებული ვარ ის ადამიანებიც, რომელიც მათივე ქვეყნიდან და არა მხოლოდ აკვირდებიან და აკვირდებოდნენ იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელი პოლიტიკური მოვლენების ვითარდებოდა ჩვენთან წინა საარჩევნოდ, პოსტსაარჩევნოდ, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოგახსენებთ და შევახსენებთ ჩვენ საზოგადოებას და ვიცი რომ არ ჭირდება ამის შეხსენება, რომ ის პოლიტიკური მსოფლმხედველობა და ის პოლიტიკური შეხედულებები, ის პოლიტიკური მრწამსი და ზოგადად საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, სადაც სუვერენიტეტი, ქვეყნის უსაფრთხოება, სხვა ქვეყნის ჩაურევლობა ყველა სუვერენულ სახელმწიფოში, ამით აი ამ ძირითად და ამ ყველაზე მთავარ ბაზისებით მოვიდა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? ახლა რაც შეეხება ამ მესიჯს, ეს ერთია ჩვენი სრული თანხwebdriver, ესე ვთქვათ, სრული პოლიტიკურ ხედველობაში, პოლიტიკურ შეხედულობაში თანხwebdriver, ხო? ასევე ძალიან ვაშინგტონში, აი ეს არის. სწორედ აი ამ მესის გაუსხაზი, რომ საქართველოსთან მიმართებით არის. ეხლა რაც შეეხება ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა.
ეხლა რაც შეეხება ჩვენ დამოკიდებულებას, ესეც არ ახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, არ ახალია მათთვისაც და მათ მხარეს რეალურად ობიექტურად და ობიექტური დამკვირვებელი თვალისთვის, ხო? მათი ადმინისტრაცია საომალოდ რაიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება თუ ასე შემდეგ, ამ დეტალებში არ შეგნებულად არ შევდივარ, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კარგად ხედავენ და ისმენდნენ ისინი, არამხოლოდ ისინი ქვეყნის შიგნითაც ჩვენი საზოგადოება ისმენდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ მართლაც ისტორიულად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თავი დავანებოთ იმ ძიმე მემკვიდრეობას და თავი დავანებოთ საერთოდ არ გავიხსენოთ ის ძიმე მემკვიდრეობა, რომელ ძიმე მემკვიდრეობასაც ხას უსვამს ადმინისტრაცია და მათი წარმომადგენლები და სრულიად თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და გავაგრძელოთ ესე ვთქვათ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა და გავაგრძელოთ სწორედ იმ პოლიტიკური ხედვებით, სწორედ იმ პოლიტიკური მსოფლმხედველობით კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომლის სრული თანხმედრა იყო და არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასე რომ ჩვენი მხრიდან მზაობა იყო და ჩვენი მხრიდან მზაობა არის. და მოლოდინი გაჩნდა მეტი, ანუ ეს მზაობა დიდი ხანია, ხო, ხელისუფლებისგან გვესმის, რომ თქვენ მზად ხართ სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, მაგრამ ამ კომუნიკაციებმა იგივე აი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფება ამერიკაში, ხო, გახდა ცნობილი, დადასტურდა ეს ინფორმაცია, თუმცა ითქვა, რომ ეს არის სამუშაო შეხვედრა უსაფრთხოების ნაწილში, მაგრამ ესეც ხო კომუნიკაციის ნაწილია, იქ ლაშა დარსალია შეხვდა საგარეო საქმეთა რაღაც ეს არ იყო აქამდე და არის ეს მოლოდინის გაჩენის საფუძველი თუ მხოლოდ ჯერ ძალიან საწყის ეტაპზეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება უსაფრთხოების უფროსის ვიზიტს, ბატონი მდინარაძის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქ მე შემოვიფარგლები მხოლოდ იმ განცხადებით, რაც ჩვენ თელმა საქართველოს ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში. კი, სადაც ითქვა, რომ ის არის უსაფრთხოების საკითხებში სამუშაო ვიზიტი. ჩვენ არაერთხელ ამის იქით არ მინდა წავიდე და ნამდვილად არ მინდა ამის ესე ვთქვათ პოლიტიკური მიმოხილვა გავაკეთო, პოლიტიკური შეფასება გავაკეთო, თუ საჭიროდ ჩაითვლება რაიმე განცხადების, რაიმე ტიპის, რაიმე კუთხის განცხადების გაკეთება საზოგადოებრივ მაღალ ინტერესებიდან გამომდინარე ეს თვითონ უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტს ამ განცხადებას და კომუნიკაციას ჩვენ საზოგადოებასთან, ამიტომ მე არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. რა თქმა უნდა არის რაღაც პირდაპირ ესე ვთქვათ რაღაც საღახაზები არის რაღაც ურთიერთობები რომელიც შეიძლება არც ითქმეოდეს, იმიტომ რაღაცა პროცესებია, ამიტომ ცალსახად ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ინსტიტუციურ დონეზე ჩვენ ყოველთვის ვაგრძელებდით და ძალიან მაღალ დონეზე გრძელდება ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. მაგრამ აი შეგვიძლია ვთქვი მე მესმის რომ თქვენ არ გაქვთ მეტი ინფორმაცია, რომ ეხლა დაიწყო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი გადატვირთვისკენ გადაიდგა ნაბიჯები, რაზეც სულ გვესმის? მივდივართ გადატვირთვისკენ. მე მინდა ამის მჯეროდეს. მაგრამ ყოველთვის ესეთი პროგნოზის გაკეთება, ხო, ცოტა ესეთი საქმეა. ჩვენ ვიცით ჩვენი გზა. ეს არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ უნდა გამოვიდეთ რაღაც იმ სპირალიდან, რომელიც აწლევლები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გამოვედით ჩვენი საზოგადოების უდიდესი და უმრავლესობის დაკვეთით ამ სპირალიდან, როდესაც საქართველოს შესციცინებდა თვალებში ნებისმიერ მის პარტნიორს, ხო? ჩვენ დავდექით ერთ გზაზე, ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, პარტნიორობა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ნებისმიერი კუთხით, ეკონომიკური კუთხით, უსაფრთხოების კუთხით თუ ასე შემდეგ, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. ამას ყველგან ვიმეორებთ და ყოველთვის გავიმეორებთ და დამერწმუნეთ თითოეული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი, აღმასრულებელი ხელისუფლები და საკანონმდებლო ხელისუფლება ნებისმიერ ვიზიტში, აი ამ პათოსით, აი ამ დაკვეთით ჩვენი საზოგადოების მხრიდან, აი ამით დავდივართ ჩვენ. ეს არის ჩვენ გვაქვს კაფიოდ განსაზღვრული ჩვენი გზა, კაფიოდ განსაზღვრული ჩვენი შიდა პოლიტიკური საქმეები, კაფიოდ განსაზღვრული ჩვენი საგარეო ხედვა და ეს ემყარება ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს პოლიტიკაში. სამშვიდობო პოლიტიკა. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც არის ჩვენი აზრით და ჩვენი საზოგადოების აზრით, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არის საწინდარი ყველა კეთილდღეობისა. ყველა კეთილდღეობისა, მათ შორის უსაფრთხოებისა ჩვენი ქვეყნის, მათ შორის სუვერენიტეტის გამყარებისა ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ არ არსებობს. ეს უნდა კარგად შევიგნოთ და კარგად გვახსოვდეს. როდესაც ნებისმიერ კავშირზე ვსაუბრობთ, ნებისმიერ მეგობარზე ვსაუბრობთ, რომელიმე ეკონომიკურ კავშირზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ეს არის როგორ გითხრათ, აქსიომა, ამას ყველაზე აქსიომას არ დავარქვევ. ეს არის როგორ გითხრათ, ყველაზე მთავარი ფორმულა მსოფლიოში, რომ ქვეყანა
რომელსაც სურს რომ იაროს თავაწეულმა, რომელსაც სურს რომ იყოს ღირსეული რომელიმე კავშირის წევრი, რომელსაც სურს რომ ღირსეულად ესე ვთქვათ არსებობდეს გეოპოლიტიკურად და იღვაწოს ღირსეულად საგარეო პოლიტიკაში, ის ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი. ეკონომიკურად მდგრადობა მოაქვს იმ პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენ დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ. ასე რომ ბოდის ვიხდი, ცოტა გამიგზავნა, ზუსტად აქედან გამომდინარე, გამოვედით ამ სფეროში, ჩვენ გვაქვს ეს ხედვა. ვინც ამ ხედვას დაინახავს, ვინც ამ ხედვას დააფასებს და რეალურად იმ საწყისებზე, რაც ახლა აღვნიშნე რამდენიმე წუთის წინ, იმ ღირსეულ საწყისებზე გააგრძელებს თვისებრივად ახალ ურთიერთობაზე გადავა, გაგრძელდება თვისებრივად ახალ ურთიერთობა, ახალი ფურცელი ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ არა აქვს შუა აზიის ქვეყნები თუ არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ასე რომ მოლოდინზე როდესაც ვსაუბრობთ, კი ბატონო, მოლოდინი გვაქვს მხოლოდ აი ამ კონკრეტული და ძალიან მკაფიო პრინციპების დაცვით. კი ბატონო, მაგრამ ასეთივე ეროვნული პოლიტიკა აქვს, ასე ვთქვათ, ასეთივე გეზი აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სადაც ჩვენ ვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში იგივე ჯეი-დი ვენსის ვიზიტი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველოს გარეშე ჩაიარა, ხო? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რა თქმა უნდა, რომ საქართველოს რეგიონში პროცესების მიღმა რჩება ასეთ ფონზე და არის საუბარი, რომ შესაძლოა იგივე საქართველოს სტრატეგიული როლი ამ რეგიონში შესაძლოა შეიცვალოს. როგორ აღიქვით თქვენ ეს ამბავი და რა სიგნალია თქვენთვის თქვა სამხრეთ კავკასიაში ტურნე და მინუს საქართველო? რაც შეეხება, მოდი ესე ნუ შევხედავთ, მინუს საქართველო პლუს აზერბაიჯანი, ყველაფერს აქვს, მათ შორის ჩვენს მეგობრებთან სომხეთში, აზერბაიჯანში ვიზიტი, აქვს თავის პოლიტიკური დატვირთვა. თავის უსაფრთხოების დატვირთვა და თავის ისტორიული დატვირთვა და ძალიან მოკლე რეტროსპექტიული, ესე ვთქვათ, ისტორიული თუ პოლიტიკური დატვირთვა. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ჩვენი პოლიტიკური გუნდი და საზოგადოება, იმიტომ რომ ვიცით რა ხდებოდა ამ ორ ჩვენ მოძმე ერს შორის ძალიან ცოტა ხნის წინ. ისიც ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად ხედავს ორივე პირველ რიგში რასთავარი ორივე ჩვენი მოძმეერი თუ ისტორიულად რა როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყანა ამ ორ ქვეყნის, ესე ვთქვათ, ამ ორ ქვეყანას შორის. ესეც ყველამ კარგად ვიცით. ეხლა რაც შეეხება მის ვიზიტს და ამ სრულად პოპულისტურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომ მინუს საქართველო მაქსიმალურად დაკნინება ჩვენი ქვეყნის იმ ადამიანები და იმ სახელი და გვარები და რომელსაც გულისხმობთ და რომელიც გაივლეთ თავში და ვინც იციტირეთ, ესე ვთქვათ, ხო? მათგან ხო ამის ესეთი უტიფრობის მოსმენა, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, ქვეყნის დამაზიანებელი განცხადების მოსმენა ხო არ ახალია ჩვენთვის, იმიტომ რომ ისინი არასდროს არ ყოფილან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ოპოზიციაში, ხო? ისინი ქვეყნის ოპოზიციაში იყვნენ მუდმივად და არიან რაღაც კონკრეტული მკაფიო დავალების შემსრულებლები. ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათზე უკეთ მეტყველებს რა დამოკიდებულება აქვს თავიანთი ქვეყნის მიმართ. ხო, თუმცა საქართველოს გეოპოლიტიკური ტრანზიტულ ჰაბად დარჩეს და ვთქვათ პოლიტიკური გავლენა დაკარგეს. რაც შეეხება მივდივარ გეოპოლიტიკური იმ გეოგრაფიულ მდგომარეობა, რაც ჩვენ ბუნებამ გვარგუნა და რასაც ესე უფრთხილდებით სწორედ იმ პრაგმატული პოლიტიკით და იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რასაც ჩვენ ხედავთ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზა, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იდგას ფეხზე, ეკონომიკურად პირველ რიგში. ეს როლი ვერ დაიკარგება, იმიტომ რომ გეოგრაფიას ვერ გაცდება ვერავინ. და რომელი მართლობას თუ იმპერიას თუ არა აქვს მნიშვნელობა, რაც უნდა შორ რეტროსპექტივაში წავიდეთ, ვინც კი უგულებელყო გეოგრაფია, ყველა დამარცხდა. სოფლიო ისტორიაში ეს ასე რომ ამ გეოგრაფიულ მდგომარეობას და ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ჩვენსას გეოგრაფიულს უფრო ეს ტრანზიტული კუთხით ამას ვერ შეცვლის ვერაფერი. ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი კორიდორი ამას ვერ შეცვლის. იმიტომ რომ ეს ესე არის ისტორიულად და ხედავთ სწორედ აი ამ ისტორიული როლის გამო, სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რასაც ჩვენ აქ ვახორციელებთ, რაოდენ დივერსიფიცირება ხდება საგარეო ინვესტიციების კუთხით ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ჩვენი ანუ ზანგეზური არ იქნება, ხო ეს რაზეც იყო საუბარი და ზანგეზური იქნება, არ იქნება, ყოველ შემთხვევაში მიდის მოლაპარაკებებზე. ზანგეზურია ზანგეზური საქართველო და მისი შუა დერეფანი. ამას ცალკე გადაცემა დაჭირდება, აქ რო შევიდეთ და ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს ამაზე, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, საერთაშორისო დონეზე, ძალიან ბევრი ექსპერტული მოსაზრებებია ვადებთან დაკავშირებით, თუ საფრთხოებასთან დაკავშირებით და არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, ერთ ძალიან მკაფიოდ ვამბობ და მკაფიოდ ვამბობ ყველა სწორედ ამ ექსპერტებზე დაყრდნობით, სწორედ გეოგრაფიული რუკებზე დაყრდნობით, გეოპოლიტიკური ვითარების დაყრდნობით, რომ ეს ჩვენი როლი
გეოგრაფიულ ბოლო იყო ევროკომისიის დასკვნა იყო თუ არ ვთქვი არ მინდა საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში სადაც ეს მკაფიოდ არის ასევე გაწერილი იმ სხვა დასკვნებთან და სტატისტიკებთან ერთად თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ აზიასა და ევროპას შორის ის დერეფანი დამაკავშირებელი საქართველო ხო ასე რომ დავალოდოთ კიდევ ერთხელ გასამიჯნია ეს ყველაფერი ხო რას ვქვი ჩამოვი კიდევ ერთხელ სომხეთში აზერბაიჯანში ვიზიტს აქვს თავის პოლიტიკური დატვირთვა საქართველოსთან მიმართებით იმ განცხადებებს თუ მოლოდინებს თუ ასე შემდეგ იმ რაღაც წინ გადადგმულ ნაბიჯებს შევხედოთ ამ დეტალებში არ შევდივართ და არც რაღაც ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ ამაზე ვისაუბრე რამდენიმე წუთის წინ დავაკვირდეთ საქართველო არის საქართველო და საქართველო ყოველთვის იქნება საქართველო და არასდროს არ იქნება საქართველო რაღაც მიკერებული რომელიმე ქვეყანას ან მოაზრებული რომელიმე ქვეყანასთან ერთად ან რომელიმე რაღაც პოლიტიკურ მოვლენასთან ეს არის ცალკე დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა ღირსებით ახსოვს ქვეყანა რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკა და რომელსაც აქვს თავისი ესე ვთქვათ პოლიტიკური ხედვები მინდა გკითხოთ აქვე აი საქართველოს სუვერენული ქვეყანა ამბობთ ამ განცხადებების გამო უბრალოდ ამ განცხადებების გამო არა მაგრამ ამ განცხადებების საფარქვეშ როდესაც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებთ სწორედ ამას მოყვა ეს ბოლო პერიოდი ხა დღეს და გუშინ არ გულისხმობ მხოლოდ ევროკავშირისგან სერიოზული კრიტიკა იყო მუდმივი სანქციებით მუქარა ზოგმან მართლა დააწესა იყო საუბარი ვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ჯერ მოქალაქეებისთვის შემდეგ კონკრეტული ჯგუფებისთვის მოკლედ მაგრამ ნუ დღეს გახდა ცნობილი რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დიპლომატიური პასპორტების ფლობელებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირა უნგრეთი და სლოვაკეთის გარდა დანარჩენი ყველა ქვეყანამ არ იყო ეს მოულოდნელი ანუ ამაზე წინსწრები დაანონსებული განცხადებებიც კეთდებოდა მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება დღეს როდესაც აი გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება ხშირად გვესმის თქვენგან განცხადებები რომ თავად ევროპა შეიძლება შეიცვალოს და ასე შემდეგ ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს რას ნიშნავს ეს და როგორ აისახება ეს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე არა მხოლოდ ჩვენგან გესმით ეს ჩვენგან გესმით იმიტომ ეს განცხადებები რომ ჩვენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ რა ხდება მსოფლიოში და უყურებთ მსოფლიო პოლიტიკას იმიტომ რომ მსოფლიოს ნაწილი ვართ ჩვენ და მსოფლიო პოლიტიკა რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაზე და განსაკუთრებით ასევე ჩვენს რეგიონზე იმიტომ რომ ახლოს არის ის ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ გეოგრაფიულად თუმცა გასაყარზევად ევროპის და აზიის და როდესაც ევროპის კონტინენტზე რაც შუა გახსნილი ცეცხლით ომი და ცეცხლის ალშია ეს ყველაფერი ეს კიდე ცალკე თემაა და არაერთხელ გვისაუბრია მათ შორის გადაცემაში უკრაინის აღარ შევიდეთ ამ დეტალებში გამოჩნდება და ზოგადად დამოკიდებულებას ყველანი კარგად ხედავთ იმ ძალიან რადიკალურად შეცვლილ დამოკიდებულებას სწორედ იმ ბრიუსელის მხრიდანაც რომელიც ბრიუსელიც ახლა რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებს თავიანთი ჭკუით იყენებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ ძალიან კარგად იციან მათაც და იცოდნენ წლების წინ რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის რომელსაც ძალიან კარგად გათვითცნობიერებული სად ვართ სადგევართ რა ინტერესებს ვიცავთ და როდის ვიცავთ რა ინტერესს ჩვენი ქვეყნის ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დიპლომატიურ პასპორტში ხა ჩვენ ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა დიპლომატიურად კონკრეტულად ბრიუსელის პოზიციაა თქვენთვის ეს არის იმ ბიუროკრატიის ეს არის იმ ბიუროკრატიის იმ ბინძური მანქანის ბინძური ესე ვთქვათ მექანიზმის ამოქმედება რომელსაც აი თქვენივე კითხვაში თქვენივე სიტყვაში ახსენეთ რომ ეს მოულოდნელი არ იყო და ეს არაფერს არ წყვეტს ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ვართ ვამხელთ იმ არარჩეულ ბიუროკრატიას იმ ბინძურ მანქანას რომელიც ინერციით თუ გაორმაგებული ძალით რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოხდა ესე ვთქვათ ამ თავარი დონორების გადაკეტვა თავიანთ ქვეყანაში და ძალიან შემცირდა ის დაფინანსები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხედავთ როგორ გამძვინვარებით მოქმედებს ეს დიდი მანქანა ბიუროკრატიის ევროკავშირში და კერძოდ ბრიუსელში ხო ასე რომ თითოეული ეს გადადგმული ნაბიჯი მეტყველებს მათზე მათ არასწორ პოლიტიკაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ თავიანთივე გაერთიანების და იმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ირგვლივ და ხედავთ რა ხდება რომ იღვიძებს და არაერთხელ გვითხოვს გახსოვთ თვეების წინ წლების წინ რომ მოვა დრო და დავინახავთ რომ თავიანთივე ქვეყანაში საღი აზრი გამოჩნდება ხალხი ხმას აიმაღლებს
აიმაღლებს იმ შემთხვევაში და ეს დიდი ხანია ესე ხდებოდა, მაგრამ თავიანთივე კონტროლირებადი იმ მეინსტრიმ მედიების თუ იმ რაღაც ცოცხლების მათივე ენაზე ბაბლებიდან გამომდინარე ამას ახშობდნენ ახოს, მაგრამ ხედავთ სად არის დღეს თითოეული ის წამყვანი ეგრეთ წოდებული ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ხედავთ დღეს სად არის ის ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატია, ხედავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პოლიტიკოსების გამოხმაურებას პირდაპირ ასე ვთქვათ ამ მაღალჩინოსნებზე ევროპარლამენტის თუ ისევ და ისევ ბრიუსელის მაღალჩინოსნების ხო? ასე რომ თითოეული ეს გასროლილი ბინძური ტყვია მეტყველებს ხოლმე და ხოლმე მათზე. თქვენივე კითხვას რო დაუბრუნდეთ, რომ იყო მუქარა საზოგადოებისთვის, რომ შეუჩერონ ყველას უვიზო მიმოსვლა, ამაზეც გავმეორდებით, რასაც ვამბობდით ყოველთვის, რომ არანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი ამ ყველაფერზე არ არსებობს. რომ მოქალაქეებისთვის არ არსებობს და ერთადერთი ტყვია აქვს დარჩენილი იმ ბევრ სიბინძურესთან ერთად, იმ ბევრ სიბინძურესთან ერთად, რაც ჩვენ ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში ატრიალეს, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, როდესაც ვერ მიიღეს დაქვემდებარებული და დამონებული ხელისუფლება. როცა ვერ მიიღეს და როცა ვერ გაუშალეს სხვა დამონებული ხელისუფლებისავე წითელი ხალიჩები, ხო? ბრიუსელში და სხვადასხვა ქვეყნებში. აი ამის მერე ატყდა ეს მთელი ამბავი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ყოველთვის ამბობდნენ ეს ბოლო ტყვია დარჩათ. ჩვენი საზოგადოება და აი ესე თქვათ სადამსჯელო მექანიზმი. ეხლა სადამსჯელო მექანიზმი და თავი ჩვენ ქვეყანას ისტორიულად ჩვენ ხალხს არავისთვის არ დაუხრია და დამერწმუნეთ ბრიუსელს მით უმეტეს არ დაუხრეს ბრიუსელს, რომელიც სრულიად გაშიშვლდა იმ თავის სიბინძურეში, რაშიც მართავს პირველ რიგში თავის წევრ ქვეყნებს, მართავს თავხედურად და აზის თავზე ყველა იმ წევრ ქვეყანას, რომელიც წევრი ქვეყანაც არის ამ დიდი ისტორიული კავშირის ირგვლივ და თქვი ერთ-ერთ გადაცემაში და ყველგან ვიტყვი ამას, რომ ევროპაში ევროპა უნდა დაბრუნდეს ის ღირებულები და ის ფასეულობები და მათი საქციელი იმ დროშას, იმ ლამაზ დროშას, რომელიც უდგა ზურგს უკან და აკეთებენ ესეთ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, თუნდაც თავიანთივე წევრი ქვეყნების მიმართ, პირველ რიგში იმ დროშის შეურაცხყოფაა. იმ დროშის შეურაცხყოფაა, როდესაც აქაური უსამშობლოები და მათ მიერ ხელდასმული აგენტურა, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყანა ომში მიყავდა იმ ქარცეცხლში, ყველას კარგად გვახსოვს ეს ლომჯარიები და აი ეს გვარები, რომლებიც სასამართლოსაც ეხლა ძალიან კარგად ადევნებს თვალყურს ჩვენი საზოგადოება. ევროკავშირის აი იმ დროშის, რომელიც ის დროშა, რომელიც ფასეულობებს და ღირებულებებს და ეკონომიკურ სტაბილურობას და მდგრადობას ემსახურებოდა და აერთიანებდა, იმით ხელში დღეს აქ პოლიციელებს წვავენ, აქ ზიზღის ენას აფრქვევენ, ბულინგის ენას აფრქვევენ და პარლამენტის შენობას წვავენ. აი აქამდე მივიდა ბრიუსელი და ევროკავშირის ელჩი და ამათი წარმომადგენლები პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე დარბონდნენ და მაიდანს უანონსებდნენ ჩვენ საზოგადოებას. აი ამათ აქციეს ეს დროშა. ამათ აქციეს ეს დროშა და ჩვენ რაც გვიწერია კონსტიტუციაში, ჩვენ ეს ღირებულებებზე დაყრდნობით გვიწერია და ჩვენ ამ ღირებულებებს მივყვებით და ყოველთვის გვითქვამს, რომ მარტა კოსები და აი ეს ბიუროკრატიის ესე ვთქვათ ელიტა დღევანდელი მართველი არ არის ევროკავშირი. არ არის ევროკავშირი და ის წარმავალია ისინი, ის ყველა წარმავალია. ევროკავშირი დარჩება ევროკავშირად. ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ ეს ესე დარჩეთ, იმიტომ ერთ-ერთი ძლიერი კავშირი იყო ეკონომიკურად და ერთ-ერთი ძლიერი კავშირი იყო, რომელიც ფასეულობებზე და ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე იყო აგებული. სამწუხაროდ დღეს აი ესეთ შეურაცხყოფას აყენებენ იმ დროშას, რომელიც დროშის სწორედ უფლებების ნაწილში, ღირებულებების ნაწილში პირიქით კრიტიკა ისმის ჩვენი ხელისუფლების მისამართით, ქართული ოცნების მისამართით, დემოკრატიის ევროკავშირის მხრიდან, დემოკრატიის უკუსლაზე საუბრობენ ხშირად ამ უფლებების დარღვევაზე, მაგრამ ვიდრე ამ დეტალზე გადავალ და თავარი ბრალდება რაც ისმის თქვენი მისამართით, ეს არის რუსეთთან კოლაბორაცია. ჩვენ ახლა პარალელურად ვხედავთ, რომ რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა გამოთქვა სურვილი, რომ პირდაპირ დიალოგისთვის მზად არის რუსეთთან და ასე შემდეგ. ამ ფონზე შესაძლოა საქართველომაც დაუშვას პირდაპირ დიალოგი რუსეთთან და ზოგადად ამას როგორ უყურებთ, იმიტომ რომ თქვენ გიწოდებენ რუსულ ხელისუფლებას. ამ წუთას ასეა მოწმული. ორად გავყვეთ, მათი მხრიდან. პირველი ეს ბრალდება ეს ყადაღებული უბრალოდ ანეკდოტად არის უქცეული ეს ყველა მათი ეს საქციელი უბრალოდ იმდენად გააჩალისფასეს ეს ყველაფერი, როგორ ერთი მარტივი კითხვა ქონდა ყოველთვის. ყველგან ეს საპარლამენტო წიაღში იქნება
პირაცაობრებში იქნება პირობითად გადაცემაში იქნება ერთი და ასახელოთ რა იყო ის ნაბიჯი რომელიც ჩვენ გადავდგით ესე ვთქვათ რა იყო ის ჩვენ ერთი რუსული ნაბიჯი აი რომელი ვერცერთს ვერ ასახელებენ და ამ დროს ამას ყველაფერს გვეუბნება ის ხელისუფლება და ის აგენტურული ქსელი რომელიც და რომლის ლიდერიც და სულიერი მამაც და ლარსის გამშვებ პუნზე ტურისტებს ეხვეწებოდა შემობრძანდითო და უვიზო ქონდა გაუქვებული მაშინ როდესაც ჩვენი ბიჭები სისხლი არ იყო ჯერ გამშრალი მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილზე მაქვს არამხოლოდ აქ ზურა გირჩი ჯაფარიძეების და ლიაკა ხოშტარიების დღეს რუბლებში რო შემოსავალს იღებს თურმე და ესე ვთქვათ თურმე თელი თეატრალური სამყარო თურმე მის ოჯახზე ფიქრობს იქ თუ რაიმე ჩანახატია გამოყენებული ხო რომელიმე თეატრალურ გაფორმებაში ხო აი ამაზე გვაქვს საუბარი ვინ წამებს ამაზე ცილს და გვახსოვს ის საშინელი პოლიტიკა რომ ის ბინძური ცილის მწამებლური პოლიტიკა შავი ხრელია სარეცხი მანქანები გადადის რაღაც ჩიპებს აცლიან ამ სარეცხ მანქანებს და თურმე რაღაც დრონებს სანქციების დარღვევაზე ბრალდებებს გულისხმობ თუ რა თქმა უნდა ეს ხო ყველაფერი მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის ეს ხო ყველაფერი მიმართული იყო საბოტაჟისთვის ეს ხო ყველაფერი მიმართული იყო რომ ყველა სიკეთე რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას ქონოდა ეკონომიკური ეს სიკეთე არ მიიღო და გვახსოვს შემდეგ ის კომისიები რომელიც ჩამოვიდა მადლობებს იხდიდნენ შემდეგ როდესაც შეხედეს და გვახსოვს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ყვითლად გადაღებილი დღესაც დევს გონი მათი ასე ვთქვათ განცხადება პარლამენტში რომელიც ითხოვდა რუსეთს სანქციები დაუწესოთო როდესაც ჩვენი რუსეთის ეკონომიკას ჩვენ მხრიდან სანქციის დაწესა 1%-საც ვერ დააკდება რუსეთის ეკონომიკას და ჩვენი ეკონომიკა რო დავთვალეთ საშუალო და უხეში დავთვლით 16-17%-ით უნდა დაზარალიყო და ამ დროს რა ხდებოდა ამ დროს სანამ გადავა თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე და დღევანდელ ურთიერთობებს გავიხსენებთ და შევაფასებ მათი მხრიდან რუსეთთან და არა მხოლოდ რუსეთთან, სხვა ქვეყნებთანაც, სხვა დიდ ქვეყნებთან, რომლითაც ჩვენ პირდაპირ რა თქმა უნდა, რაზეც მუდმივად იყო საუბარი რუსეთთან ჩინეთთან კავშირის გამო საქართველოს შორდებოდა ევროპას. ეს არის უსტანდარტობა, ნინო და მაგ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა და შეფარულად, მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტირუსულები, ბევრი მაღალჩინოსნის ოჯახები, ოჯახის წევრები ბიზნესს აკეთებდნენ. რომ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ ბინძურ პოლიტიკურ ინტერესთან ერთად, ბინძური მერკანტილური ინტერესებიც იდგან ყველაფრის უკან. და ეს ყველაფერი ხო ამან ხო ყველაფერს დღის შუქი ნახა. მაგრამ არა როგორ ის ბრიუსელია, ის მათი მხრიდან არის ხელდასმული და მათ ამის უფლება აქვს. შენ არ გაქვს ამის უფლება. იმიტომ რომ შენ 2012 წლამდე ისტორიულად ჩვენ გვახსოვს, გეუბნებია რომ შენ ყოველთვის იყავი პროქსის სახელმწიფო და შენ როგორ გაბედე, რომ დღეს არ ხარ ეს სახელმწიფო. აი ესე გვეპყრობოდნენ ჩვენ და ჩვენ ეს არ დაუშვით, ჩვენმა საზოგადოებამ არ დაუშვა. და დაუშვებს თუ არა ქართული ეხება, პირდაპირი დიალოგის რესურსებს. ახლა რა შეეხება? რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის 20% ტერიტორიების ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული აქვს რუსეთს. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. ეს არ ახსოვდათ მათ. როგორც გავიხსენე, რომ დარბოდნენ საზღვარ და განცხადება და გადაცემებში. ლიაკები და გირჩები და სააკაშვილები და როგორ პირდაპირ აი ესე ბოდიშს ვიხდი, აპრავებდნენ რაღაც კონკრეტულ ინვესტიციებს, ხო? და 80-მდე სტრატეგიული ობიექტი იყო გადაფორმებული პირდაპირ და დღეს დასრულებულ, ესე ვთქვათ, დასრულებულ დავებზე, საარბიტრაჟოზე, მაქსიმუმ ნაბრძოლ დავებზე აქეთ ატრიალებენ, გვიბრუნებენ კიდე თავიანთ, ესე ვთქვათ, გაფუჭებულ, განადგურებულ სექტორებზე პასუხს და კითხვებს გვისვავენ. იმიტომ რომ გონიათ, რომ საზოგადოებას ავიწყდება ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ არქივი არც და არ მიდის და ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს და როცა საჭიროა ყველას ყველაფერი ძალიან კარგად გავახსენებთ. და პირველ რიგში დღევანდელ ურთიერთობას რუსეთთან, რა თქმა უნდა, დღევანდელი ურთიერთობები არის გაგრძელება იმ ურთიერთობებისა, რომელიც ჰქონდათ მათ არაფორმალურად რუსეთის ფედერაციასთან, ერთი უნდა გვახსოვდეს. ომის ეკონომიკის პირობებში აი რაც მოდით შევხედოთ ხო მარტივი ციფრები და ეკონომიკა საშუალო 4%-იანის დაქონდა რუსეთის ფედერაციას არ მინდა კიდე შევიდე რაღაც ციფრებში და რამე საზოგადოება შევიყვანო ესე ვთქვათ შეცდომაში ხო და კარგად გვახსოვს ის ვითომ სანქციები და შემდეგ 7 ჯერ ძვირად გაყიდული ენერგორესურსები ხო რა მნიშვნელობა აქვს ერთ სანქციას ადებ და სამაგიეროდ მეორე ენერგორესურსზე თუ აბალანსებ იმ ესე ვთქვათ დასანქცირებულ ბრენდს თუ მიმართულებას თუ სავაჭრო ხაზს რომელიც მოჩვენებითა და ფარისეულად გადაკეთე ხო ეს ერთი და დღეს რიგი დგას კომპანიების
რომელიც ესე ვთქვათ სამარკონიშტებს იბრუნებს და ერთი სული აქვთ, როდის მიბრუნდებიან რუსეთის ბაზარზე და ამ დროს გავიხსენოთ რა დღეში იყვნენ ჩვენს მიმართ. და შესაძლოა ასეთი თქვა თუ ესეთი დიალოგი შედგა ევროპელი ლიდერები უკვე გავიდნენ კავშირზე რუსეთთან შეხვდნენ ამან შეცვალოს ქართული ოცნებისადმი დამოკიდებულება ანუ იმ გაგებით როდესაც ვამბობ რუსეთთან კოლაბორაცია იყო ერთ-ერთი ბრალდემარის გამოც საერთოდ ევროპას დაგვაშორეთ რუსეთთან ურთიერთობებს და ქართულ ოცნებასა და საქართველოსთან ურთიერთობებს ერთმანეთს უნდა უკავშირებთ ნინო რუსეთთან ურთიერთობა მათი ძალიან კარგად ხედავდით და ძალიან კარგად ხედავთ. მათივე ქვეყანაში ხედავდნენ და აფასებდნენ, დღესაც შეაფასებენ და მსოფლიოდ შევაფასებთ. ჩვენი ურთიერთობები გვაქვს ყველასთან, ვისთანაც საჭიროა. აჩაღა რუსეთთან ჩვენ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ის ისტორიული შედეგი დადო სტრასბურგის სასამართლოში, ადამიანთა უფლებათა სასამართლოში, რომელიც დაიდო. და ისინი არიან ეს ხელისუფლება, ვინც ჩვენ პრორუსობას გვაბრალებდა, რომელმაც პირდაპირ ომის დამნაშავედ გამოაცხადა ჩვენი ქვეყანა. და ჩვენ ჯარისკაცებს დადო რეზოლუციაზე ხელმოწერას ამობეჭდილი ეს რეზოლუცია და გამოკრული თავიანთ კაბინეტებში ამ უსინდისოებს. ბატონო ირაკლი, ოპოზიციის ლიდერები არაერთხელ ახსენეთ, ახლა საუბრობდით ახლა თქვენს ოპონენტებზე და მათი ძირითადი ნაწილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები დღეს. და თქვენი ოპონენტები ბუნებრივია საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე, ამბობენ რომ დასავლეთთან ურთიერთობის დაალაგებასაც უშლის და ერთ-ერთი ფაქტორი ის არის რომ ოპოზიციის ლიდერებზე დევნა მიმდინარეობს, ზოგს რომელსაც გამოსვლავდა დაუმძიმდა ბრალი და ასე ვთქვათ ზიან საპატიმროში და კიდე დარჩებიან და მოკლედ სულ არის საუბარი იმაზე რომ რაღაც ერთგვარი შურისძიება მათ წინააღმდეგ და მოკლედ ციხეებიდან არუშებენ. ნახეთ გუშინაც პროცესი, სადაც ყველა ლიდერი, აი გვარამია, მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, მე მიხეილ სააკაშვილი, ყველა ერთად იყვნენ გასამართლების წინაშე, ანუ სასამართლო დარბაზში. ყველას ერთად ასამართლებდნენ და ისინი ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები და მით უმეტეს საბოტაჟის საქმეში, სადაც მათ მოწოდებაზე ედავება გამოძიება და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ როგორ მოვუწოდებდით ხალხს, ჩვეულებრივად რომ თქვა, როდესაც პროტესტი ისედაც თავისით მიდიოდა, ჩვენ არ გამოგვიყვანია ეს ხალხი და არ მოგვიწოდებიაო საბოტაჟისკენ. რა არის თქვენი პასუხი და როგორ გამოიყურება მაინც როცა ყველა ლიდერი თითქმის რა თქმა უნდა არის პასუხისგებაში მიცემული ქვეყანაში. ის ერთმანეთის ლიდერები თუ არიან საზოგადოების ლიდერები ეს არა, ოპოზიციის ლიდერები, ოპოზიცია მათ დაირქვეს. პოლიტიკური პარტიები. მათ დაირქვეს, პარტიებიც მათ დაირქვეს. ესენი არიან ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი. პარტიებად წოდებული, როგორც ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები მათთან აფილირებული. ნუ თუმცა მათ გარკვეული ხმები მიიღეს, მათ თავიანთი ელექტორატი ყავთ, ხო, ყველა არჩევნებზე. მიიღეს რაზე დაყრდნობით? და თავარი ოპოზიციური ძალა იყო ერთ პერიოდი ის პარტია, ვისაც თქვენ ამას ამბობთ. მიიღეს, აი აქ გავაკეთე პატარა რეპლიკას. მიიღეს იმ უდიდესი გარეჩარევით, იმ ახმების თეორიით. ევროკავშირის ელჩი იყო პირდაპირ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ეხლა რა ვახსენე გადაცემის დასაწყისში პირველ კითხვებზე, როდესაც საუბრობთ, ხო, ზოგადად მათ დამოკიდებულებას და აქ განვითარებულ მოვლენებზე. მიიღეს, იმიტომ რომ საზოგადოების რაღაც გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში. და მე რა უხნეს ამ ხმებს? სად არიან დღეს? და ხო ნახეთ ერთ-ერთი დანაყოფი, რომელსაც სულ საუბრობდით, რომ ეს დივერსიფიცირების ნაწილია ეს ყველაფერი თქო. ესე ახდა ყველაფერი. დივერსიფიცირების ნაწილი რომ ვითომ გახარია, უნდა გამოყოფოდა ის ერთ-ერთი ფარული აგენტი, ყოველ შემთხვევაში და შემდეგ გაშიფრული, უნდა გამოყოფოდა ამას და შემოსულიყო პარლამენტში, მათ ადაწერეს მარტო მანდატებზე, ისე ვთქვათ უარყოფა, ხო? არ დათმეს მანდატები. და როდის შემოვიდნენ? და მოდით მარტო მათ მაგალითზე გავიხსენოთ. რა ხმები მიიღეს მათ საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ საზოგადოება შეხედა მათ. არა, გაღრიეს პარტია ახალია. ამიტომ აღვნიშნე რომ პატარა რეპლიკა. ადგილობრივ არჩევნებზე სად არიან? და ყისიერად გადაწყდა მათი შეყვანა, ესე ვთქვათ, პარლამენტში. ეს ერთი რეპლიკა. რომ ესენი ამ დიდი ჯგუფის ნაწილია და ეს არის ერთი დიდი ქსელი და ერთმანეთის ლიდერები არიან იმ გათითოკაცებული პარტაქტივის. ეხლა რაც შეეხება იმ სასამართლო პროცესს, მოდი სამართლებრივ ნაწილში მე არჩევა. თუმცა ერთმანეთს შევარჩევ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განცხადებების დონეზე, მაინც რომ პოლიტიკურად შევაფასებ, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში შემიძლია ერთი რამ თქვა. რაღაც უბრალო მოქალაქე, რასაც ტელევიზორში უყურებ და უყურე. ის ვიდეო მტკიცებულებები, რა ვიდეო მტკიცებულებები, პირობითად შეიძლება ამ საქმეს არ უკავშირდება საერთოდ, ზოგადად საქმეებს, ხო?
ეგრეთ წოდებულ სინდისის პატიმრებს მერაბ კოსტავას ქვეყანაში რომ შენ ამას სინდისის პატიმარს და ჩვენი ისტორიის ქვეყანაში დაუძახებ იმ კადრების ფერე ვინმეს ნუ ეს უბრალოდ შეურაცხყოფელია ხო პირდაპირ ეთერში კადრებში უყურებთ პირობითად ღობის გრევას ესე ვთქვათ პრეზიდენტის სასახლეში აი ამ ინსტიტუციაში შეჭრას პირდაპირ და ამის აღებას როგორ დაბრენდეს სცენარის მიხედვით ეს ყველაფერი ღობის რეზიდენციის ღობის საქმე. სააკაშვილის პირველი საქმეები გავიხსენოთ, როდესაც 9 თუ 10 მილიონის გაფლანგვაზე იყო. როგორ დაბრენდეს ეს ყველაფერი პიჯაკების საქმე. ხო, აი ესეთი მოლოტოვის კოქტეილის საქმე, თითქოს მოლოტოვის კოქტეილი ჯიბეში აუფეთქდა ლაზარეს. აი ეს ხო იმ სცენარის ნაწილია, ხო ეს ყველაფერი. სწორედ ამ სცენარის ნაწილი იყო ალბათ ის თითოეული ქმედება, ის საბოტაჟის ცდილობები, ის სისტემური მუშაობა საბოტაჟისკენ და ქვეყნის ესე ვთქვათ დესტაბილიზაციისკენ მიყვანა, რომელსაც პირდაპირ რეალობაში გარედან ამ ყველაფერს უშემატკივრებდნენ. ეს რა თქმა უნდა, ეს ორჯერ ამაზე ხო საუბარი არ არის. ხო, მაგრამ თქვენი ოპონენტები ამავე თემაზე გითხავთ და გავაგრძელოთ. თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ ანუ ჩვენი მხრიდან არის სანქციების გამო გვაკავებენო, არ გვპატიობენ რომ ჩვენ ვითხოვდით თქვა სანქციებსო, მაგრამ სად გადის ზღვარი რაღაც პოლიტიკურ კრიტიკასა და აი თქვენ რასაც ამბობთ რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, იმიტომ რომ ოპონენტები ამბობენ რომ ისინი აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ისინი საუბრობენ ხელისუფლების ნაკლზე თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებთან. ხო, ანუ სად არის ეს ზღვარი, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ყველაფერს აკეთებ სიცრუით, როდესაც ყველაფერს აკეთებ ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, არაობიექტურად კიდე ძალიან რბილი შეფასებაა, სრულ სიცრუეზე დაყრდობით. არანაირი ფაქტი, როდესაც არ გახსოვთ, აი შავხრალზე, როდესაც ვისაუბრე, ხო? ამას როდესაც აკეთებ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ, აი ამ სრულ ბრალდებებით, როდესაც იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა და ასანქცირე, საბოტაჟია, აბა რა არის? საბოტაჟია, აბა რა არის, როცა ამას აკეთებ, როცა ხელმოწერებს აგროვებ, რომ ოღონდ ჩვენ დაგვასანქცირეთ, შეხედეთ აქ რა სრულიად სრულ ფაქტებზე დაყნობით. თუნდაც ქვაზე ნუ დარჩენილ ჩვენ ქვეყანაში როგორც ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში. ეს საბოტაჟია, აბა რა არის? სხვა რა არის, ხო? ეხლა როდესაც თქვენ საუბრობთ, რა შეიძლება გამოყენებული იქ თქვენებათ ამას ახალ იმას გულისხმობთ. ხო, ახალ კანონზეც გადავალ, ეს ხო საუბრობდი სანქციებზე და ასე შემდეგ, მაგრამ აქაც გაგრძელება, ანუ პრიზმაში, ერთ პრიზმაში რო შევხედოთ, ხო? ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ხო? რაჭურად არის ერთმანეთზე გადაბმული ეს ყველაფერი. ის ექსტრემიზმი, ეს ხო რეალურად. და მე ვთვლი, რომ თქვენ ხართ არალეგიტიმური. რაღაც არ ღიარი არჩევნების შედეგები, ხო, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს და ამის შესახებ ისინი თუ განცხადებას გააკეთებენ. ეს სისხლის სამართლის განცხადებას, ანუ ამ ზღვარს გულისხმობთ და პოლიტიკური კრიტიკა და უყურეთ, არჩევნები ჩატარდა, ყველამ კარგად ვიცით, ხო? ეს რაღაცა მოჟონილი ბიულეტენები, ნუ სასაცილო და კომედიური მდგომარეობა, რაც გააკეთეს, გამოძიება ჩატარდა, საერთაშორისო აუდიტები მოიწვიეს, პროკურატურამ რამდენი გამოკითხა და ალუქეს ყველაფერი დაამთავრეს, არა ნოლი არგუმენტი საერთოდ. დასკვნები დაიდო, რას ქვია არალეგიტიმურად მიმართ. კარგით, მაშინ კონკრეტულად გიბრუნებთ კითხვას, რომ გამოდის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტანდარტით, ამბობ პრეზიდენტი ვარ. აი რას ნიშნავს და ხალხო მე ვარ პრეზიდენტი და მოგიწოდებთ ეხლა მაგრამ ეს იგი გამოხატვის თავისუფლება ასე რომ შეხედოთ თორემ მისთვის რასაც გულისხმობთ რომ არ არის პრეზიდენტი მაგრამ ასე ყველა შეუძლია რამე თქვას მაგრამ ამის გამო მოდით მარტივი მაგალითი ხაბეიშვილის საქმესასწავლო სამართლის საქმე და გახსოვთ თქვენ რაზე არის ეს ბატონი გამწესებული იქ სადაც არის გამწესებული რა საქმეზე გახსოვთ ის მასალები გამოძიების ასე ვთქვათ რომელიც გასაჯაროდ რომ სისტემურად ის მოუწოდებდა ესე ვთქვათ საბოტაჟისკენ ამაში ფულს თავაზობდა მოწოდება იყო ეს ხო პირდაპირ სპეცრაზმის წევრებს და ნახეთ ამაზე ასე ვთქვათ მოხდა გამოძიება და ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში რა ვნახეთ იმავე დღეს მისი პოლიტიკური თანაგუნდელები მივიდნენ ვაჟა-ფშაველაძე უსაფრთხოების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან და დარბოდნენ ბანერებით რომ აი იგივეს ვიმეორებთ და ჩვენი განცხადება იყო მარტივი რომ ისჯება არა პერფორმანსი რა პერფორმანსსაც ახლა თქვენ აკეთებთ არამედ ისჯება სისტემური დანაშაული ეხლა პირობითად მოუჩემე ზურაბიშვილი პირობითად თუ სტანდარტით ხელში აისეირნებს ლესელიძეზე და ავას დალევს ან არ ვიცი სადმე სალობიეში ჩავა ხო არა აქ მას მნიშვნელობა იაროს რაღაცა პერფორმანსია პირობითად ვამბობ რა მაგრამ თუ გამოვა შეკრებს ხალხს და გააკეთებს მოწოდებებს
ექსტრემისტულ მოწოდებას, რომ ესენი არალეგიტიმურია პოლიცია, არალეგიტიმურია მთავრობა, ხელისუფლება და აქედან გამომდინარე ყველა, ესე ვთქვათ, ის სტრუქტურა და ის ინსტიტუცია, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს და მოდით ახლა შევანგრიოთ და შევიდეთ პარლამენტში. მოდით შევანგრიოთ და შევიდეთ ანუ მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ პირობითად ამაზონის ექსტრემიზმი, ნებისმიერი სისტემური მოწოდება, ქმედება, რომელიც ახმულა და ძალიან კარგად იციან მათაც. ხო, თუმცა თქვენი ოპონენტები თქვენ გამბობთ კარგად იციან, მაგრამ მე ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინე, ისინი მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ აი როგორ აწუხებს ხელისუფლებას ეს ლეგიტიმაციის საკითხი, რომ ეხლა კანონით მოკლედ არეგულირებს ამ საკითხსო და ამიტომ ამაზე რა პასუხი კანონით არეგულირებს გეკრებათ მათთვის. კანონით პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არეგულირებს და პასუხისმგებლია საკანონმდებლო ორგანო და კანონმდებლები, რომელსაც 1.200.000 ადამიანმა მიანიჭა მანდატი მეათეთ ქვეყნის მართვის, არეგულირებს ერთს უსაფრთხოებას და თავის ქვეყნის ინტერესებს. აი ამას არეგულირებს. ეხლა რომელიმე აგენტი რა განცხადებას და როგორ პერფორმანსს დადგავს და დაგვიდგავს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვარეგულირებთ ამ ყველაფერს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რა გამოწვევებიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაშია, მათი მიერ შესრულებული და გენერალური აქტორები ესენი არიან, არამედ სოფლიოში ვხედავთ რა ვითარებაა. გრანტების კანონი ავიღოთ, კარგად თქვა, თუ არ ვშტები ქალბატონო ნინო წილოსანმა, ძალიან მომეწონა, ძალიან სწორად გააკეთა კომენტარი, როდესაც გრანტების კანონზე იყო საუბარი, ხო? რომ ქალბატონი კოსი არის შათვალე თანაავტორი ამ კანონის, ამ ცვლილებების, რომელიც ამ კანონში შედის. როდესაც გამოდის და მთელ სოფლიოს ეუბნება, მათ შორის ჩვენ, რომ კი ჩვენ ვეძებთ ყველანაირ გზას, რომ ჩვენთვის სასურველ პროქსად სასურველ სახელმწიფოებში მოვახდინოთ რეჟიმ ჩეინჯები და სახელმწიფო გადატრიალება. რასაც ხედავდით ჩვენ ამ ყველაფერს, ფიზიკურად ხედავდით, ჩვენ თავზე გადაიარა ამ ყველაფერმა, ხო? ამას ემსახურება მხოლოდ. ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის რა განცხადებას გააკეთებს რიგითი ჯაშუში და აგენტი ციხის გარეთ თუ ციხის შიგნით. კიდევ ერთხელ, ვინც ზის და სამართლებად და მიდის პროცესი, არ შევდივარ სამართლებრივ პროცესში, საზოგადოების დიდი ინტერესია და დამერწმუნეთ, როგორი დიდი ინტერესიც არის, ხდება ესე გაშუქება და პროკურატურაც და შესაბამისი უწყებებიც აკეთებენ განცხადებას. პოლიტიკური შეფასება, მე მგონი ჩვენი საზოგადოებისთვის ნათლად განმარტო. იმედი მაქვს. და ბოლოს მინდა საკანონმდებლო ცვლილებებზე ვსაუბრობდით, ამ ფასების თემას შევეხო, რომელზეც დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, ორშაბათს ამავე ეთერში მქონდა დებატები, იყო პრემიერი, თქვენ ნახავდით და სხვადასხვა სტუმრები მოკლედ და იყო დისკუსია ამ თემაზე რეზი ჭიჭინაძის დებატებში, მაგრამ მე დღეს უკვე კომისია შეიქმნა, ხო და ვიცით რომ არის სამთვიანი ეს კომისია. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, შესაძლოა 3 თვე აღმოჩნდეს საკმარისი დრო, როგორც არ უნდა იმუშაოს ამ კომისიამ, რომ თქვათ 3 თვეში უკვე რაღაც კონკრეტული შედეგი დავინახოთ, მოსახლეობამ იგრძნოს, რომ რაღაც ფასებმა დაიწეროს. აი, გააქვთ ამის იმედი, რომ ამ კომისიის ფარგლებში ეს შესაძლებელი გახდება? მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში. და არა მხოლოდ მე, ჩვენი გუნდი და ბიზნესია დარწმუნებული, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ გავაკეთეთ, აღარ შევალ დეტალებში, დღეს იყო პირველი შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა. კი, ამიტომ გითხეთ, რომ ეს სამუშაო შეხვედრა და საკმაოდ საინტერესო, რომელიც 3 საათი გაგრძელდა, საკმაოდ საინტერესო, გარემოც ნახეთ და საზოგადოებაც შეხავთ, თუ როგორი გარემოა იქ შექმნილი, თუ როგორ საუბრობს ბიზნესი და კომისიის წევრები, როგორ მსჯელობენ, როგორი კითხვა-პასუხი, მსჯელობითი კითხვა-პასუხის რეჟიმი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს ერთზე. იმ თავარ ფუნდამენტზე, ფუნდამენტზე ვდგევართ და რასაც ვამბობდით და ხას უსვამთ ყოველთვის. მხოლოდ ბიზნესთან ერთად. მხოლოდ ბიზნესთან ერთად. თავარი. ძალიან მოკლედ რო შევაფასო. თავარი. პრობლემა იდენტიფიცირებულია. ეს პრობლემა რო არსებობს, აქ გვეთახმება ბიზნესიც. ყველაზე ესე ვთქვათ, თავარ მიმართულებებს ვთქვი, ამას გვეთახმება ბიზნესი და ბიზნესი და ჩვენ თანხვდებით, რომ ერთად ეს საკითხი აღმოსამხრელი. ამას ახლა თქვენ 3 თვე ახსენეთ, როდესაც უნდა დასრულდეს და მომზადეს დასკვნა ყველაფერ დაკავშირებით, ხო? როგორც სამთავრობოც უნდა დასრულდეს და საკანონმდებლო მომზადებს დასკვნას. ყველაზე მთავარი არის ერთი, რომ არის 2, მოკლევადიანი შედეგი, გრძელვადიანი შედეგი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ მიდგომაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკითხის და პრობლემის სისტემურ მოგვარებასთან, სადაც შეიძლება საკანონმდებლო ცვლილება იყოს, საჭირო რაიმე აღმასრულებელი გადაწყვეტილება იყოს, სასრულებელი ბიზნესის მხრიდან რაიმე იყოს გასაკეთებელი, აი ესე ერთობლივად, ესე ვთქვათ, კოლაბორაციაში, ინკლუზიურად, ყველა ერთად დამერწმუნეთ იმ, ესე ვთქვათ, ამ შუალედშიც ჩვენ რაღაცას მივახცევთ და ყველაზე მთავარი,
ისე უნდა გაკეთდეს და ისე უნდა დარეგულირდეს ეს ყველაფერი და მთავარი შედეგი იქნება, რომ გრძელვადიან პერიოდშიც ეს საკითხი მოგვარდეს სისტემურად. და ბოლოს ხას უსვებ. თავარია, რომ ამ საკითხს და ამ პრობლემაზე ვთანხმდებით ჩვენც და თანხმდება ბიზნესიც. და ბოლო კითხვა გადაცემაში და ამავე თემაზეც თქვენ თავად თქვით რომ ბიზნესი, მთავრობა, პარლამენტი ყველა ერთად მუშაობს. ორ შაბათს აი გადაცემაშიც რომ ვუსმენდი, პრემიერმა პირდაპირ თქვა რომ კი ეს არის ერთგვარი ჩარევა ეხლა მთავრობის მხრიდან ბიზნესში, ანუ ჩვენ ეს გვიწევს, მაგრამ რა თქმა უნდა კეთილის რახვებით და ამაზე მოყვება ბიზნესიც, მაგრამ როგორც უმრავლესობის ლიდერს მაინც ბოლოს შეგიძლიათ რომ გითხრათ რომ ადმინისტრაციულმა ჩარევამ, ფასების რეგულირებამ შესაძლოა თუ არა დააზარალოს რაიმე კუთხით ბიზნესი, ანუ არის თუ არა ეს პრიორიტეტი ამ სამუშაო ფონზე, რომ ბიზნესი არ დაზარალოს შეხვედრების ფონზე. თამამად შემიძლია თქვა, ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპი, რაზეც იდგა და დგას ქართული ოცნება. 2012 წლიდან ეს იყო ადამიანის უფლებები, ხედავთ რა დონეზეა ეს ყველაფერი დაცული, დღევანდელ დღემდე და ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. როდესაც ჩვენ იმ ეკონომიკურ წინსვლაზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, 100 მილიარდიან თლიანში და პროდუქციაზე, უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტზე, როდესაც საუბრობთ წლიდან წლამდე, ეს ბიზნესის გარეშე გამორიცხულია ეს ყველაფერი. აქ რო ბიზნესი თავისუფალი არ იყოს, ვინ თუ არა ბიზნესმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ის ყველაფერი. ჩარევას როგორ გავიგებთ, ეგ არის ყველაზე მთავარი. ხო, არ მემტევთქი, თავად პრემიერის ეს ჩარევა, ხო, ბიზნესიც და ხელისუფლებას, მოდი ესე შევხედოთ. ბიზნესის და ხელისუფლებას უნდა ჩაერიოს ქვეყნის საქმეში. ბიზნესის და ხელისუფლება ვერევით ქვეყნის საქმეში. ქვეყნის საქმეა, როდესაც რაღაც პრობლემის იდენტიფიცირება ხდება და ორივე პასუხისგებლიანმა ასე ვთქვათ, ფრთამ და მიმართულებამ და სფერომ უნდა ერთად ჩაერიოს და ეს არ არის მთავრობის ბიზნესის ჩარევა, ამ ბიზნესის რაღაც სახელმწიფო. ამას ვკითხავ, ორივე ვერევით ძალიან გამორიცხულია თუ არა ბიზნესი ამ პროცესში. ვინ თუ არა, ნინო, ყველაზე კარგად იცის თითოეულმა იმ ბიზნესმენმა, რომელიც დღეს მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა თუ ყველა იმ დიდმა ბიზნესმენმა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს ძალიან დიდი ინვესტიციები. აი შემიძლია ძალიან მოკლედ და ძალიან სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ. ასე რომ ერთად უნდა ჩავერიოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეში. ამას ვაკეთებთ ბიზნესთან ერთად. დიდი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხელი იყო ღამის კურიერის სტუმარი. მე დღეს ამით გემშვიდობებით. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით და კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს მიმოვიხილავთ.